მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღეს ყავაზე მისაყოლებელი თემით მოვედი, როგორც მე ვეძახი ხოლმე. Აი ესეთი სათაური გვაქვს, რას საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან. მინდა რომ დღეს გავშალოთ ესეთი გაშლა, იმიტომ რომ სამწუხაროდ სულ უახლოეს წარსულში წავაწყდით ძალიან საინტერესო შემთხვევას ამ საკითხს რომ უკავშირდება ისეც და გადავწყვიტე რომ საჯარო გაშლითაც შემოვსულიყავი თქვენ სივრცეში ამ თემით. რატომ ყავაზე მისაყოლებელი? იმიტომ რომ რასაც თქვენს ზურგს უკან საუბრობენ, აუცილებლად საუბრობენ იმიტომ რომ ვერ გიბედავენ გითხრან ეს ყველაფერი პირში. ეს უკვე კარგია, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ერთი ნაბიჯით წინ ხართ, მინიმუმ თუ მეტით არა. ამიტომ ჩემო კარგებო, სანერვიულო არაფერი არ არის, მოიდგით ჩემსავით გემრიელი ყავა გვერდზე, საყვარელი ფინჯანით და მიირთვით იმ ჭორებთან ერთად, რასაც დღეს მოგვიყვება ეს სამი დასტა. მოვამზადებ ახლა მე თქვენთვის დასტას, ამ დასტით ვიმუშავებ სამ ვარიანტზე და ამოვიღებთ იდენტიფიკაციისთვის არკანებს სამი ვარიანტისთვის, რომ გამსაზღვროთ ვინ ხართ თქვენ. ხოლო ჭორებს თუ რას საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან მოგვიყვება შავი გრიმუარი და მანარა. ეს ორი დასტა. ამიტომ ძალიან საინტერესო გაშლა გველოდება, მე ასე ვფიქრობ და ნახოთ რა ხდება. ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ? ნახოთ, ვინ ხართ თქვენ? მოდუნდით, უკვე ვგრძნობ თქვენს მოჭიმულ ენერგიას, ამიტომ ეს ენერგია არაფერში არ ვჭირდება, სანერვიულო არაფერი არ გაქვთ, ამიტომ მოდუნდით. დავიწყოთ ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. ვინ ხართ თქვენ? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. დააკვირდით არკანებს, დააკვირდით ვარიანტებს და ისე აირჩიეთ შესაბამისი ვარიანტი, რომელიც მიგიზიდავთ, რომელიც მოგწონთ, რომელიც დაგიძახებთ და მოდი უფრო გავიმარტივოთ საქმე და დავიხმაროთ მინერალებიც. აი, ეხლა პირველი ვარიანტისთვის არის ავანტიურინი, ესეთი მინერალი. მეორე ვარიანტისთვის მოდი ავიღოთ მთის ბროლის მინერალი და მესამე ვარიანტისთვის ავიღოთ ესეთი ლაბრადორიტის მინერალი. მოკლედ, გნებავთ მინერალებით აირჩიეთ, გნებავთ აირჩიეთ არკანებით, გნებავთ ვარიანტებით, როგორც გაგიხარდებათ ისე. მე კი სანამ ვარიანტებს ირჩევთ, მივირთმევ ერთ გემრიელ კლუბ დილის ყავას და დაგელოდებით. აქვე ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ ესეთი რაღაც, დავწერე კიდეც Facebook-ზე პოსტი, არა მხოლოდ Facebook-ზე, YouTube-ზეც და TikTok-ზეც, უბრალოდ არ ვიცი რამდენმა ნახეთ. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით კი არა და ზუსტად 1 წლის წინ გამოჩნდი მე საჯარო სივრცეში. YouTube პირველად გაიხსნა ჩემი YouTube არხი, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და მე შემდგომ მოყვა დანარჩენი სოციალური გვერდები. 1 წლის იუბილის აღსანიშნავად ჩემს საყვარელ მომხმარებლებს, რომლებიც ხშირად მწერთ ხოლმე პირადში, რომ გსურთ პირადი გაშლა, მართლაც უპრეცედენტო ფასდაკლებას გთავაზობთ, იმიტომ რომ აი ესე აღვნიშნავ 1 წლის დაბადებას, 1 წლის ცვლილებას ჩემს პირად სივრცეში და მინდა რომ თქვენც ამ დაბადების დღის, ამ დღესასწაულის მონაწილეები გაგხადოთ და მართლაც ძალიან დაბალ ფასად იმასთან შედარებით მოკლედ, რასაც სტანდარტულად ჩემი მომსახურების თვის იხდიან ხოლმე ჩემი მომხმარებლები,
გთავაზობთ 1 საათიან კონსულტაციას. ფასდაკლება შეეხება მხოლოდ 1 საათიან კონსულტაციას და დარჩენილია იქნა გამომდინარე მხოლოდ 3 დღის განმავლობაში იქნება ეს აქცია, ვინც უკვე მომწერა, ჩაეწერა, დარჩენილია მხოლოდ 6 ადგილი. ამიტომ ვისაც გსურთ ნამდვილად და ზუსტად იცით, რომ გინდათ ჩემთან კონსულტაცია, ამაზე კარგ დროს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ფასი აქვს ეხლა აი ამ 3 დღის განმავლობაში ამ საკონსულტაციო მომსახურებას. კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, 1 საათის ფარგლებში შეგეძლებათ დამისვათ მე და ჩემი მეშვეობით ტაროს შეკითხვა ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ თემაზე და რასაც მოვასწრებთ, რასაც ჩავეტევით, ყველა საკითხთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს. მოკლედ ასე, რომ აღარ დავაყოვნო დიდად თქვენი დრო, მე იმედი მაქვს, რომ ამ პარალელურად თქვენ შეძელით და აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო და სასურველი ვარიანტი, ამიტომ გადავიდეთ პირდაპირ პირველი ვარიანტის გარჩევაზე და ვნახოთ ავანტიურინმა ვინ მოიყვანა დღეს ჩვენს სივრცეში, ვინ ხართ თქვენ და რა თქმა უნდა, ხმლების ტუზი ჩემო ძვირფასებო. ხმლების ტუზი თქვენ ვინ ხართ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან გონება მახვილი და ძალიან ენა მახვილი. თუმცა ხართ ადამიანი, რომელიც შესაძლოა არ ელოდებოდეს რაღაცა საკითხების კულმინაციამდე მისვას და სწრაფად ახორციელებდეთ ან სიტყვებით უმკლავდებოდეთ რაღაცა გამოწვევებსა და პრობლემებს, ან ფიზიკურად იყოთ ძალიან აქტიური. თუმცა თქვენი მენტალობა, თქვენი გონება არის ძალიან სხარტი, ძალიან მომართული და ძალიან კარგად შეგიძლიათ გაარჩიოთ თეთრი და შავი ერთმანეთისაგან. ჩემო ძვირფასებო. თუმცა იცით როგორ არის, ცოტა სევდიანი ადამიანი ხართ. იქნა გამომდინარე, რომ აი ეს თქვენი ცივი ენერგიები, ეს თქვენი სიტუაცია, ეს თქვენი რაღაც ანალიტიკა, როგორ არის იცით, აი თითქოს ხომ ვიცოდი, აი ხო ვიცოდი, ხო ველოდი, აი ესეთი განწყობა გაქვთ თითქოს, ანუ წინასწარ იქმნით განწყობას, როცა დაინახავთ ადამიანს, ან როცა მოხვდებით რაღაც გარკვეულ სიტუაციაში, თითქოს რაღაცნაირი შთაბეჭდილება გიყალიბდებათ, გექმნებათ, ნუ ეს ყველას ესე გვაქვს, მაგრამ თქვენთან უფრო მეტად არის ეს მძაფრად გამოხატული და აი ძალიან რთულია მერე ამ პირველი შთაბეჭდილების შეცვლა თქვენთვის. აი მე რაღაცა ძალიან უნდა ეცადოს ადამიანმა, რომ ეს შთაბეჭდილება შეგაცვლევინოთ. ამავე დროს ხართ აი შინაგანად გინდათ რომ იყოთ ძალიან რბილი, შინაგანად გინდათ რომ ყავდეთ ძალიან ესეთი ანუ გულითადი მეგობრები, თუმცა ხვდებით რომ ამის რეალური დეფიციტი გაქვთ. ანუ ჭეშმარიტი ემოციების რეალურ დეფიციტს განიცდით და აი ეს სევდა, რო გითხარით ცოტა სევდიანი ადამიანი ხართკო. ეს სევდა არის თქვენს შიგნით, რომ თითქოს ვერ შეგნიშნეს, ვერ დაგინახეს ისეთი როგორიც ხართ და ხედავენ მხოლოდ იმ ნიღბიანს, იმ ცივი ყინულის დაარქვით გნებავთ თუ ლითონის ნიღბის ნიღბით, როგორადაც თქვენ წარმოადგენთ თავს საზოგადოებაში. ამ დროს თქვენს შიგნით იმალება ბავშვი, რომელსაც სჭირდება სიყვარული, რომელსაც სჭირდება მოფერება, რომელსაც სჭირდება ხალისი, გართობა, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად დაიჯერეთ, რომ ხალისი და გართობა თქვენი არ არის და თუ რაღაცნაირად აი ისევ ბავშვობაში არ დაგაბრუნეს, ამ სილაღეს თქვენ თავს აღარ ანიჭებთ და ამ სილაღის უფლებას, იმიტომ რომ მე გეშინიათ რომ არ დაზიანდეთ თქვენივე სილაღის გამო. აი ესეთი პიროვნება მოვიდა პირველ ვარიანტად დღეს ჩვენთან და ეხლა ვნახოთ ჩემო ძვირფასებო, მით უმეტეს თქვენის თანაენერგიის მქონე ადამიანისთვის ძალიან რთულია პირდაპირ რამის თქმა, მე წეღან ვთქვი, რომ არ არის სანერვიულო, თუ ვინმე რამე თქვენ ზურგს უკან ამბობს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ერთი ნაბიჯით
წინ აუცილებლად ვისაც შეუძლია რომ პირში გითხრათ რაღაცა ის ან მეგობარია და უნდა დააფასოთ ან ღირსეული მტერია და ისიც უნდა დააფასოთ ჩემო კარგებო. იმიტომ რომ ზურგს უკან ვინც ხლართავს ინტრიგებს ხო ის ადამიანი არც მტრად ვარგა და არც მოყვარეთ იმიტომ რომ არის შიშარა ძალიან მარტივი განმარტება მაქვს მე აი ამ სიტუაციის. პირველი ვარიანტი ვნახოთ რა საუბრობენ თქვენს ზურგს უკან. გვეტყვის დღეს შავი გრიმუარი. რა საუბრობენ თქვენს ზურგს უკან. პირველი ვარიანტი. ცხრიანი პენტაკლები. ორიანი ხმლები და 10-იანი პენტაკლები. დასტის ბოლოს მოვიდა თასების მეფე. დააკვირდით როგორი თავდაჯერებული, როგორი გაწონასწორებული ადამიანია. რა საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან, ჩემო ძვირფასებო და ყველა ადამიანი აღიარებს თქვენს სიძლიერეს. ეს პირდაპირ მოვიდა აქ, ნახეთ, წარმოიდგინეთ, აი ხოლა წინ რაღაც ნიაღვარი, 1000 უბედურება, ჩახერგილი სიტუაცია, მაგრამ თქვენ როგორ დგახართ ზემოთ, გამორჩეულად, განსხვავებულად, ანუ თქვენ საზოგადოებისგან არ შეიძლება რომ არ გამოირჩეოდეთ, დამერწმუნეთ, ისედაც ხმლების ტუზის ენერგიის მქონე ადამიანი გამორიცხულია რომ არ იყოს გამორჩეული საზოგადოებაში. თუმცა ეს გამორჩეულობა ის რომ თქვენკენ მოისწრაფვიან, ის რომ თქვენ ხართ ძლიერი, ასევე ერთის მხრივ თუ იზიდავს თქვენკენ ადამიანებს, ასევე განიზიდავს, იმიტომ რომ თქვენთან არ მოდიან საწუწუნოთ ყოველდღიური სიტუაციებისთვის და თუ მოდიან თქვენთან საწუწუნოთ, ხომ, მოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ თვლიან რომ თქვენგან მიიღებენ ან კარგ რჩევას, ან კარგ მიმართულებას, ან מחვილგონივრულ რაღაცა შენიშვნას, ხომ? რომელიც მე ერთმნიშვნელოვნად შეცვლის ან იმ აზრისა თუ ფიქრის რაკურსს, ან საერთოდ გაფანტავს და უგულებელყოფს ნერვიულობის მიზეზს, რის გამოც ეს ადამიანი თქვენთან მოვიდა, ხო, რჩევის საკითხავად. რა მინდა იცით გითხრათ, თქვენს ზურგს უკან საუბრობენ იმას, რომ თქვენ არ საუბრობენ, შეიძლება ითქვას, იცით რა არის გეკრძალვიან, აი მოკრძალებით არიან თქვენთან, იმიტომ რომ თითქოს თქვენ არ უნდა შეგაწუხონ ზედმეტად. ამ დროს თქვენ შეიძლება გინდოდეთ ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები, გინდოდეთ როგორც აი მე ახლა მივირთმევ ყავას უბრალოდ მსუბუქად ვიღაცასთან საუბარი. შესაძლოა თქვენც გინდოდეთ ვიღაცასთან თქვენი ტკივილის, თქვენი დარდის, თქვენი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვეულებრივი ყოველდღიურობის გაზიარება, მაგრამ თქვენ არ გყავთ ეს ადამიანი ესეთი თქვენზე ძლიერი არ არის, იმიტომ რომ თქვენს სივრცეში ვინც ამ წუთას იმყოფება, ყველა თქვენგან ელოდება რჩევას, ყველა თქვენგან ელოდება მიმართულებას, ყველა თქვენგან ელოდება დაკვალიანებას. აი ამას საუბრობენ თქვენ ზურგს უკან და თავისთავად ცხადია, აქ მეგობრული ურთიერთობები არ ყალიბდება და ვერ ყალიბდება. არ ყალიბდება, ან ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ეს, აი ძალიან ერთეულ შემთხვევებში თითზე ჩამოს ერთი ხელის მტევნის 5 თითიც კი ზედმეტი შეიძლება იყოს მართლა ჭეშმარიტი მეგობრობის და მეგობრების ან გულშემატკივრების ჩამოსათვლელად, ვინც თქვენს სივრცეში იმყოფება. იმიტომ რომ თქვენ ყველას გონიხართ, რომ იმდენად ძლიერი ხართ, იმდენად სტაბილური ხართ, იმდენად გაწონასწორებული ხართ, რომ არც გაღელვებთ ის ყოველდღიური ამაოება ცხოვრების, რაც დაუშვათ აღელვებს თქვენს გვერდით სხვას და ეს თავისთავად ცხადია წარმოშობს ერთგვარ აი ხით ჩატეხილობას. პირდაპირ აი ამ სიტყვას გამოვიყენებ, იმიტომ რომ თქვენამდე გზა შორია, თქვენამდე გზა ადამიანებს ურთულდებათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ადგებიან თქვენამდე მოსასვლელ გზას, როცა მათ სჭირდებათ, როცა თქვენ გჭირდებათ ამ გზას თქვენ გამო 1-2 ადამიანი თუ გამოივლის სამწუხარო
რეალობის წინაშე ვართ პირველი ვარიანტი. ასევე თქვენს წინაშე ნახეთ რას თქვენ ზურგს უკან რას ამბობენ. ნახეთ თქვენი ძალიან არ ესმით ჩემო კარგებო. ანუ არ ესმით, თქვენ უკრავთ თქვენს მელოდიას, თქვენ უკრავთ პირდაპირ მნიშვნელობით თქვენს შეკვეთილ მუსიკას. თქვენს შეკვეთილ მუსიკაზე თქვენს დაწერილ ტონალობაზე, თქვენს დაყენებულ თამასაზე ძალიან ცოტას თუ შეუძლია რომ ამოვიდეს და ამოცოცდეს როგორც აი აქ მოდიან, ხო? აქ არ არის პირველ ვარიანტთან ისეთი სიტუაცია რომ ვთქვა რაღაცა ძალიან დიდი შური და რაღაც ესეთი უბრალოდ თქვენ გაქვთ შინაგანი დეფიციტი ადამიანებთან ჭეშმარიტი ურთიერთობის მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ნაცნობი, ძალიან ბევრი მეგობარი შეიძლება ყავდეთ ეგრეთ წოდებული და ძალიან ბევრს აინტერესებდეს თქვენი მოსაზრება და აზრი. მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ ჭირდება. ამავე დროს თქვენ ზურგს უკან საუბრობენ იმას, რომ თქვენ გაქვთ ძალიან მყარი ოჯახი. შეიძლება ითქვას, ან ყავთ ძალიან მყარი რამოდენიმე ადამიანისთან საყრდენი წერტილი, რომლის დანგრევაც, რომლის ესეთი შეზანზარებაც, შერყევაც არის ძალიან რთული, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩაკეტილი, თქვენ იცავთ თქვენს პირად სივრცეს და ახერხებთ ამ პირადი სივრცის არაჩვეულებრივად უცხო თვალისგან თუ არამკითხე მოამბეებისაგან დაცვას. მაგრამ ეს ამავე დროს განაპირობებს იმ სიტუაციას, რომ კიდე ერთხელ ბარიერებს აგებთ საზოგადოებასა და თქვენს შორის. ნახოთ კიდევ ახლა მანარა რას გვეტყვის, ერთი-ორი სიტყვით, რას ამბობენ თქვენ ზურგს უკან. პირველი ვარიანტი. მითხარი რას ამბობენ პირველი ვარიანტის ზურგს უკან. ნახოთ რას ამბობენ თქვენ ზურგს უკან. პირველი ვარიანტი. კიდევ რას ამბობენ. ცეცხლის რაინდი მოვიდა აქ. ოთხიანები. მიწის ოთხიანი მოვიდა და მოვიდა ჰაერის ექვსიანი. კიდევ რას ამბობენ თქვენ ზურგს უკან და ამბობენ იმას, რომ თქვენ ხართ ცოტა როგორი ადამიანიც, ცოტა თავქარიანი რა თვალსაზრისით. ანუ თქვენ გაქვთ შეიძლება მოისმინოთ ვიღაცების აზრი, დაეთანხმოთ, ან არ დაეთანხმოთ, ან უარყოთ, მაგრამ თქვენი აზრი გიყალიბდებათ ყველაფერზე და მაინც აკეთებთ ისე, როგორც თქვენ საჭიროდ და სწორად მიგაჩნიათ. ამიტომ შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ერთგვარად რაღაცნაირი ისეთი პიროვნება ხართ, რომელიც ვიღაცებს შეიძლება ზემოდან უყურებს, ვიღაცებს შეიძლება თავს არ უტოლებს, საზოგადოებაში არ ითქვიფება პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით შემიძლია ამის თქმა. ამავე დროს თქვენ ხართ ადამიანი, როდესაც იცით რა, სხვათა შორის შეიძლება ადამიანებს განცდა უჩნდებოდეთ, რომ თქვენ ესეთად ჩამოყალიბდით და ესეთი არ იყავით. ესეც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თქვენ გამოიარეთ ცხოვრებაში ძალიან გრძელი გზა, ძალიან დიდი გზა, რამაც გაქციათ ასეთად, რამაც გაქციათ ესეთ ყინულის მეფეებად და დედოფლებად, შეიძლება ესე ითქვას, ხომ? ეს გზა არ იყო მარტივი და ამ არა ესეთი არც თუ ისე მარტივი გზის გავლა, ჩემო კარგებო, პრინციპში არც მალავთ, არც ფიქრობთ, რომ ეს დასამალიან დასაძრახია თქვენი ცხოვრებისეული სირთულეები, ამის მაგალითიც კი შეიძლება ადამიანებს მოუყვანოთ პირდაპირ საუბარში, რომელიც თქვენთან რჩევის სახით მოდის და მისცეთ
შთაგონება, რომ აი ესეთი სირთულე მაქვს მე ცხოვრებაში გავლილი და რა მოხდა მე აგერ ფეხზე ვდგავარ, ხო? თქვენ შეიძლება გახდეთ შთაგონების წყარო. აი ამას ამბობენ, რომ არ გავხართ თქვენ პირველი ვარიანტის სხვებს, აი ეს მინდა მარტივად ძალიან ბევრი რო არ გავაგრძელო, ამას ამბობენ თქვენზე. სხვებს რომ არ გავხართ, ერთმნიშვნელოვნად ეს განაპირობებს იმას, რომ თქვენ საზოგადოებაში სადაც ხართ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოთ სოციუმის სული და გული იქ სადაც ხართ და ამას მართლა გულწრფელად აკეთებდეთ და გასცემდეთ ამ თქვენ ენერგიას, ხომ? თქვენ ვერ იღებთ საპასუხოს, აი ეს არის, იმიტომ რომ თქვენ უფრო სხვა რაღაცები ხიბლავთ, სხვა ინტერესის სფეროები გაქვთ და იშვიათად, კიდევ ერთხელ ვამბობ, 1-2 მაქსიმუმ 3 ადამიანი მოძებნოთ მართლა ჭეშმარიტად თქვენი გულის აი გულიდან გაშვებულ იმპულსებს რომ დაიჭერს და ზუსტად იგივე დოზით, იგივე ემოციით, იგივე ძალით რომ დაგიბრუნებთ. ძალიან მაგარი ადამიანები მიყურებთ აქ მე პირველი ვარიანტი და გისურვებთ რომ შეგენარჩუნებინოთ ყოველთვის ეს შინაგანი რწმენა, შინაგანი თავდაჯერება და არასოდეს როგორც აქამდე არ შეგშინებიათ პრობლემებიც, არასოდეს არ შეგშინებოდეთ არც ამის მერე. ყველაფერი იწყება ჩვენი ტვინიდან, ყველაფერი იწყება ჩვენი განწყობიდან და ეს თუ ვინმე მიცის დედამიწაზე თქვენ არაჩვეულებრივად იცით. ამიტომ გისურვებთ რომ ეს თვითრწმენა, ეს თავდაჯერება არასოდეს დაგეკარგოთ და სწორ გზას ადგახართ. ეს შემიძლია რომ კიდევ დამატებით გითხრათ პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა მოკლედ ვინც იყავით ჩემთან ერთად, ვინც მისმინეთ, გელოდებით აუცილებლად კომენტარებში და ველოდები თქვენს უკავშირს, იმიტომ რომ მთელი გულის ფანცქალით, აი როგორც პატარა ბავშვი, ისე ველოდები ხოლმე თქვენს კომენტარებს, გულწრფელად ვამბობ ამას და სათითაოდ ყველა კომენტარს ვეფერები, ვაფასებ და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი ურთიერთობაც ურთიერთობა მომავალში ესეთი სითბოთი და სილაღით გაგრძელდება როგორც აქამდე. გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე, მთის ბროლზე, ვნახოთ როგორი ადამიანები მოვიდნენ აქ ჩემთან, მთის ბროლი. ძალიან საინტერესო ადამიანები მოვიდნენ აქ, 8 პენტაკლები. დააკვირდით? ადამიანები პრინციპში ვინ მოვიდა ახლა ჩემთან? ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში ხართ ძალიან შრომის მოყვარები. აი როგორი შრომის მოყვარები ხართ, იცით? აი თქვენ თვითონ მუშაფუტკრები, აი თქვენ თვითონ რო მუშაობთ, თქვენ სივრცეს რო იწყობთ, აი ესეთი აი სულ რომ ფუსფუსებთ. აი ესეთი ადამიანები მოხვედით, მეორე ვარიანტის სახით, ადამიანები, რომლებიც დიდად არ საჭიროებენ სხვა ადამიანების, როგორ გითხრათ, იცი, ბევრი საზოგადოებასთან, ბევრი კონტაქტი, საზოგადოებასთან, აი ხშირი ურთიერთობა თქვენი არ არის მეორე ვარიანტი. განსხვავებით პირველი ვარიანტისგან, ხო? აი პირველი ვარიანტი მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არის ძალიან ცივი პერსონა, ხო? მასთან ძალიან ხშირად მოდიან და ხშირად ურთიერთობენ. აი თქვენს შემთხვევაში, ხო? თქვენ უბრალოდ არ გიყვართ ბევრი საუბარი, არ გიყვართ ბევრი ურთიერთობები. კი, როგორ არა, შეიძლება რაღაცა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ აი მე იღლებით ხვდებით, ეს თქვენი არ არის, თქვენ უფრო მეტად გიყვართ თქვენი სივრცე, თქვენი სახლი, თქვენი ბუდე, თქვენი სამსახური, აი რაღაცა მესაკუთრე პიროვნებები ხართ იმ გაგებით, რომ თქვენი რაც არის ის საკმარისია და იმ თქვენ სივრცეში ვიღაცა რომ შემოდის, ეს რა თქმა უნდა არ მოგწონთ და ვერ მოგწონთ, ხო? ამავე დროს ხართ საკმაოდ ერთგული ადამიანებიც იმ გაგებით, რომ ესეთი პიროვნებები ცხოვრობენ რაღაცა ერთი ნიშნის და ერთი მიზნის ან ერთი იდეის
ქვეშ. ანუ ერთიანდებიან, თქვენ იკრებთ ისეთ საზოგადოებას თქვენს გარშემო, სადაც თქვენ იქნებით კომფორტულად, სადაც არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა, იქნება ნაკლები ან საერთოდ მინიმუმამდე დაყვანილი კონფლიქტური სიტუაციები, იმიტომ რომ ეს თქვენი ნამდვილად არ არის კონფლიქტში და დაძაბულ კონკურენტულ გარემოში თქვენ თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ. მეორე ვარიანტი. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ისეთი თანამოაზრეები და ისეთი სოციუმი გერტყათ გარშემო, რომლებიც პირიქით გააძლიერებენ თქვენს იდეას, ან თქვენ გააძლიერებთ მათ იდეას და რაღაცა ესე ერთობლივი ძალით შექმნით უსაფრთხო, ამაზე აქ აქცენტი მეორე ვარიანტს, რომ გარემო, სადაც იმყოფება, უნდა იყოს უსაფრთხო, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, რომ სასიცოცხლო მაჩვენებლებს არ დაემუქროს საფრთხე, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, რომ არ დაზიანდეთ მორალურად, არ დაგიზიანდეთ ნერვული სისტემა, რომ არ აღელდეთ ზედმეტად, რომ არ შეგექმნათ დისკომფორტი, არ ცხელოდეს, არ ციოდეს, ესეთი რა ნელთბილი გარემო, სადაც მოკლედ შეძლებთ თვითგადარჩენაზე ფიქრის ნაცვლად თქვენი გონებრივი და მენტალური რესურსი დახარჯოთ მუშაობაზე, დახარჯოთ რაღაცის შექმნაზე. ესეთი ადამიანები ხართ. მეორე ვარიანტი. ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, თქვენ ზურგს უკან რას საუბრობენ? ძალიან საინტერესოა. რას საუბრობენ მეორე ვარიანტის ზურგს უკან? ვნახოთ. მეორე ვარიანტი, თქვენზე რას საუბრობენ ზურგს უკან? ოთხიანი ხმლები, კი ბატონო, ფორტუნას ბორბალი, კი ბატონო და არკანი ეშმაკი. მესაკუთრე ადამიანი ხართ, თქო გითხარით და პირდაპირ მოვიდა. ნახეთ არკანი ეშმაკი, რომელიც თავის სივრცეს არის დაპატრონებული. თქვენ შეიძლება დაუშვათ თქვენ ზურგს უკან ადამიანები ამბობდნენ იმას, რომ ვინც თქვენს სივრცეში შემოვა, ან მიიღებთ, ან მოკლავთ. ან მოკლავთ, თქო პირდაპირ მნიშვნელობით თავის ცხადი არ ვამბობ. ან მიიღებთ და თუ თქვენ იდეას იზიარებს, როგორც წეგან გითხარით, ხომ? კი ბატონო, ადვილი იქნება შეხორცება, მაგრამ თუ თქვენს იდეას არ იზიარებს, ვაი მის ბედს და მის პატრონს. ესეთი ენერგიის მატარებელი ხართ, მეორე ვარიანტი. აქვე თქვენ ზურგს უკან საუბრობენ იმას, ჩემო კარგებო, რომ თქვენ შეიძლება გაქვთ როგორი სიტუაცია იცით, ხშირად გიმართლებთ, ხშირად იღბალა ადამიანებიო რო იტყვიან თითქოს, ოღონდ ეს როგორი იღბალია იცით, იღბალი რომელიც თქვენ შექმნით. შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მიზანმიმართულად იცით, რომ მაგალითად აქ რომ მოვიდე, მე ვერ ვიპოვი თანამოაზრეს. აქ არ მოხვალთ თქვენ, იმიტომ რომ წინასწარ განზრახულად ჩამოყალიბებული გაქვთ რწმენები და წარმოდგენები, რომ იცით რა, აქ მე თანამოაზრებს ვერ ვიპოვი და აქ მილიონი წელიწადი არ მოვალ. წავალ სხვაგან, სადაც ვიცი რომ მეყოლება თანამოაზრე, ვიცი რომ გავიჩენ მოკავშირეებს და ვიცი რომ შევიძენ საინტერესო ნაცნობობას, მეგობრობას, კონტაქტებს და ასე შემდეგ. შესაბამისად ადამიანები თქვენ ზურგს უკან ამბობენ იმას, რომ როგორ უმართლებს. ამ დროს ეს გამართლება, ესეთი მართლა გამართლება არ არის, ეს არის თქვენი გაცნობიერებული არჩევანი, რომ ირჩევთ იმ საზოგადოებას, სადაც ზუსტად იცით, რომ იპოვით მოკავშირეს. ეს ძალიან კარგია. ამავე დროს თქვენ როგორ ხართ იცით, ხმლების ოთხიანის ენერგიით რაღაცნაირად ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ თქვენ ხართ რაღაც ჩაკეტილი, არა მხოლოდ ხმლების ოთხიანით, პრინციპში ყველა მაგას მელაპარაკება ამ ინფორმაციას, რომ თქვენთან დაახლოება, თქვენთან რაღაცა თქვენი როგორ თქვა იცით, ამჩატება, მოდი ასე ვიტყვი. ამჩატება არის ძალიან რთული და ამჩატდებით პირდაპირ ვამბობ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს შედის თქვენს ინტერესში. თუ ეს თქვენს ინტერესში არ შედის,
აი ძალიან რთულია თქვენი დაყოლიება, თქვენი რაღაცა რო გთხოვს რა, აი მეგობარმა რომ წამოდი, სადღაც წავიდეთ, გავერთოთ იქ ვიღაცა კარგად უკრავს, აი თქვენ აქ არ წახვალთ, იმიტომ რომ იმ მეგობარს ასიამოვნოთ, აქ არ წახვალთ. თუ ის იქ წასვლა თქვენს მიზანს არ ემსახურება ისევ და ისევ. ამიტომ რაღაცნაირად თითქოს ადამიანები თქვენ ზურგს უკან ამბობენ იმას, რომ აი რაც მას უნდა მარტო ის შეიძლება გააკეთოს. აი ცოტა მეტი ეგოიზმია აქ თქვენს ზურგს უკან გამოხატული. ანუ ადამიანები თვლიან, რომ ეგოისტურად, ხოდ პიროვნული მიზნებიდან გამომდინარე იღებთ გადაწყვეტილებებს. ნახოთ ახლა კიდევ რას გვეტყვის, რას საუბრობენ თქვენ ზურგს უკან, მეორე ვარიანტი. რას საუბრობენ მეორე ვარიანტი ზურგს უკან. აგერ წყლის ერთიანი მოვიდა, ცეცხლის რვიანი მოვიდა, და ცეცხლის რაინდი მოვიდა. ჩემო კარგებო, მე გითხარით, რომ პირდაპირ თქვენ ზურგს უკან ამბობენ იმას, რომ თქვენ ხართ ეგოისტი ადამიანი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის თუ რამე უნდა დაპრიორიტეტდეს, პირველ რიგში აპრიორიტეტებს საკუთარ თავს. ადამიანი, რომელიც ეს ცუდი არ არის, სხვათა შორის მე არ ვამბობ ამას ცუდ კონტექსტში, უბრალოდ რასაც თქვენ ზურგს უკან ამბობენ, მე იმას გიჟღერებთ, ხო? ადამიანი, რომელიც წინ აყენებს საკუთარ სურვილებს, ანუ თქვენ შემთხვევაში შესაძლოა გაბრალებდნენ ეგოცენტრულობას, შესაძლოა გაბრალებდნენ იმას, რომ ამას წარმოუდგენია, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს. აი რაღაც ესეთი, ანუ თქვენ შეიძლება გაბრალებდნენ იმას, რომ ხართ ზედმეტად თვლით, რომ ხართ იმდენად მომხიბვლელი, გაქვთ იმხელა ქარიზმა, ხართ იმდენად საინტერესო, რომ თქვენს ირგვლივ სწორედაც რომ უნდა იტრიალოს სამყარო. ამას ამბობენ თქვენ ზურგს უკან, მეორე ვარიანტი და ეს თავისთავად ცხადია ადამიანებს აღიზიანებთ. ვის რატომ აღიზიანებს რაღაცა თქვენში, ეს თქვენი პრობლემა არ არის, ეს არის მათი პრობლემა. მერე თუ რა პიროვნულ ზრდაზე და პიროვნული დაუშვათ განვითარების სხვადასხვა საფეხურებს გავივლით, ხო? ამ შემთხვევაში ეს სხვა პირადი გაშლის თემაა, დაუშვათ ყველას გვაქვს ჩვენი რაღაც სიტუაციები, რომლებიც უნდა დავამუშაოთ, ხო? აი ამ შემთხვევაში თქვენ სოციუმს აღიზიანებთ თქვენი აი ეს ქარიზმით, თქვენი წარმომადგენლობით, თქვენი რაღაცა იცით რა, აქ საერთოდ ვერ ვიტყვი რაღაც განსაკუთრებული ვიზუალი გაქვთ, ვერ ვიტყვი ამას ნამდვილად, მაგრამ გაქვთ ენერგეტიკა, რომელიც ადამიანებს არ ავიწყდებათ. აი ვერ ივიწყებენ, ამახსოვრდებათ და შესაბამისად მერე ამაზე იწყება რაღაცნაირი გაღიზიანება, რომ აი რას წარმოადგენს ესეც, რომ მუდმივად მასზე ლაპარაკობენ. რაცვია ასეთი, რომ მუდმივად განხილვის საგანია, ხო? მუდმივად ხართ თქვენ განხილვის საგანი, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ ხართ ადამიანი, რომელიც იცით რა, ცოტა ვიტყოდი, რომ არერიდება აი რაღაც როგორ სიტუაციებს, იცით, ამ დროს არ არის ეს თქვენი. არ არის ეს თქვენი მეორე ვარიანტი, მაგრამ ვარდებით ისეთ სიტუაციებში, როცა მუდმივად ხდებით განხილვის საგანი. როცა მუდმივად ხდებით ვიღაცის განსჯის საგანი. აი ეს თქვენი არ არის, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად ეს მოგწონთ კიდეც. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტი, ასე წარმოუდგენი ხართ თქვენ საზოგადოებას, რომელიც თქვენ ზურგს უკან ინფორმაციებს თქვენ შესახებ განიხილავს, ჩემო კარგებო. უბრალოდ რა შემიძლია იცით გითხრათ მეორე ვარიანტი რჩევის სახით და აი რატომ თუ თქვენი არ არის, კითხვას დაგიტოვებთ, მეორე ვარიანტი. თუ თქვენი არ არის და თუ თქვენ ამით რეალურად კმაყოფილებასაც ვერ იღებთ, ანუ რატომ თამაშობთ ადამიანებით? აი ამ კითხვაზე თქვენ თავს გაეცით პასუხი, თავისთავად ცხადია, რატომ მოგწონთ აი ეს გართობა
გართობა, აი ესეთი გართობა, რატომ მოგწონთ? აი დაახლოებით კატასა და თაგვის პოზიცია ავიღოთ ისეთი, რომ აი გაუშვებს, დაიჭერს, და თან ამ დროს არც აინტერესებს ეს საკითხი რეალურად, იმიტომ რომ იცის რომ კატა, იცის რომ თაგვზე ბევრად დიდია, მაგრამ აი რაღაცნაირად ერთობა. თითქოს მე ახლა რასაც ხვდები და ენერგეტიკულად რა ინფორმაციაც მომდის ხო, მეორე ვარიანტი, თითქოს რაღაცის ძიებაში ხართ, მოწყენილი ხართ და ამით თავს ირთობთ. თქო, რეალურად თქვენი აქცენტები აქ, მეორე ვარიანტი, სულ სხვა არის თქვენი პრიორიტეტები, ცხოვრებისეული პრიორიტეტები, მაგრამ ეხლა სხვანაირად ავლენთ საკუთარ თავს საზოგადოებაში. ამიტომ იფიქრეთ, რისთვის გჭირდებათ ეს სიტუაცია, რისთვის გჭირდებათ ესეთი როლი. აი ამ მდგომარეობაში. ძალიან დიდი მადლობა მეორე ვარიანტს, რომ იყავით ჩემთან ერთად, საუბრობთ გელოდებით კომენტარებში, უკავშირში, პირად შეტყობინებაში და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარება და გაზიარება. ეხლა კი გადავიდეთ მესამე ვარიანტი, ცოტა დიდხანს მოგიწიათ ლოდინი. მესამე ვარიანტი, მაგრამ არა უშავს. ნახოთ, რას გვეტყვის ლაბრადორიტი. აი, ღირდა რატომაც იცადეთ, ჩემო კარგებო. მესამე ვარიანტი, ნამდვილად ღირდა, თავად ქურუმი მობრძანდა. აქ ვინ ხართ თქვენ მესამე ვარიანტი? ძალიან ბრძენი ადამიანი მოვიდა, ძალიან ნათელი ენერგიის ადამიანი მოვიდა, თუმცა ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ბნელის მნიშვნელობაც. აი ეს მოვიდა. ადამიანი, რომელიც ძალიან ინტუიციურია, ადამიანი, რომელიც ძალიან გონიერია, ადამიანი, რომელიც მინიშნებებს, შეტყობინებებს, აი რაღაც თითქოს ცხოვრების გზაზე იღებს აი ესე, აი ესმის სადღაციდან რაღაცეები და ისე მიყვება თავის ინტუიციურ გზას. ადამიანი, რომელიც ასევე არის ძალიან სამართლიანი. იმიტომ რომ მე წაღან გითხარით, რომ თეთრისა და შავის ნიშნობა თქვენ იცით იდეალურად. ძალიან სამართლიანი ხართ, ცოტა არ იყოს ამ სამართლიანობაში შეიძლება იყოთ გადაჭარბებულად მკაცრიც. იმიტომ რომ თუ თვლით რომ თქვენ ხართ მართალი, ხომ? თუ თვლით რომ სიმართლე არის სინათლე და თქვენ ესე აპოზიციონირებთ თქვენს თავს, ხო? ხართ შეუვალი, როცა საჭიროა, არის უბრალოდ როცა ხედავთ რომ რაღაცა უსამართლობაა, თქვენი ჩარევა საჭირო არის თუ არ არის, ხო? აი ამ სურვილი გიჩნდებათ, რომ ჩაერიოთ, რომ ანახოთ, უთხრათ მართლა რა არის ესა თუ ის ადამიანი, უთხრათ რას იმსახურებს და აი თითქოს რაღაცნაირად პირში მიახალოთ ეს სიმართლე, იმიტომ რომ კაცრი ხართ, აი ამ ნაწილში ხართ ძალიან კაცრი. თქვენ ძალიან კარგად, აი მთელი სხეულით გრძნობთ ტყუილს, მთელი სხეულით გრძნობთ ფარისევლობას, სიყალბეს, არასწორობას, უთანაბრობას, აი ყველაფერს გრძნობთ იდეალურად და იცით როგორ ხართ, აღარც კი გინდათ მერე აი ვერ იჭერთ ზღვარს, ან უნდა იჩხუბოთ და ეს თქვენი სიმართლე პირდაპირ დაამტკიცოთ, ან უნდა გამოერიდოთ. აი ეს თითქოს აი რაღაც ორი უკიდურესობით ხართ წარმოდგენილი, მაგრამ ხართ ძალიან ბრძენი ადამიანი, ძალიან გონიერი ადამიანი და არაჩვეულებრივი ინტუიციის მქონე პიროვნება. ნახოთ მესამე ვარიანტი, რა საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან. რა საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან, რას გვეტყვის გრიმუარი დღეს? რა საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან მესამე ვარიანტი. ნახოთ. ხმლების დედოფალი, რა თქმა უნდა, აბა რა. ნახოთ არკანი სამყარო, და არკანი მაგი. რა გითხრათ მეტი, რა საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან? სხვათა შორის აქ შეიძლება პირდაპირ მიყურებდეთ კოლეგები.
აი პირდაპირ ვამბობ ამას, ადამიანები, რომლებიც ხართ ქურუმები, ადამიანები, რომლებიც ხართ შეიძლება პრაქტიკოსები, შეიძლება არც იყოთ პრაქტიკოსები, მაგრამ აი თქვენი ცხოვრების შემოქმედი, აი სადავეები თქვენი ცხოვრების გიჭირავთ ხელში თქვენ. რა საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან, რომ აი ძალიან საყვარლად არის გამოსახული. ნახეთ, რამდენი მოკვეთილი თავი დევს აქ. და როგორი გველი აქვს შემოხვეული ამ ქალბატონის კვერთხს. ეს არის თქვენი სიბრძნე და როგორი იცინის, ნახეთ, როგორ ცალყბად იღიმის. ეს თქვენ ხართ. აი წეგან გითხარით, რომ რო შეხედავთ, უკვე ზუსტად იცით, ვინ რა არის, ვის რა სული აქვს, ვინ რითი ცხოვრობს, ვინ რითი ცოცხლობს, ვის რა პრიორიტეტი აქვს ცხოვრებაში, ხო? და როცა ცდილობენ რომ მოგაწოდონ ინფორმაცია ისე თითქოს აი რაღაცა იდეალურად წარმოადგენენ, აი მაშინ იღვიძებს ზუსტად ის სიმკაცრე თქვენში, რომ გიჩნდებათ სურვილი, რომ მიხვიდეთ და თავი მოკვეთოთ პირდაპირი მნიშვნელობით. აი ზუსტად ჩაახედოთ მისი სულის ყველაზე ბნელ და ყველაზე ბინძურ კუნჭულში. აი ეს სურვილი გიჩნდებათ და ძლივს ახერხებთ, რომ თავი მოტოკოთ. თუმცა ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ვამბობ ამას, რომ ვერც ახერხებთ. ანუ თქვენი სიმართლე არის სილის გაწვნაზე ბევრად მწარე. თქვენი სინათლის და სიმართლის ხმა ძალიან მჭახეა, ძალიან ძლიერად ისმის და თქვენთან ვერ არის ურთიერთობის აწყობა შესაბამისად მარტივი, ხო? თქვენ არ ხართ ადამიანი, რომელიც აი ესე მარტივად თვალებს აიხვევს, პირში წყალს ჩაიგუბებს და არავის არაფერს არ ეტყვის, არამც და არამც. ანუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ზუსტად შეუძლია ის სახელი დაარქვას სიტუაციას თუ ადამიანს, რასაც მართლა იმსახურებს და ღმერთთან უკნას ვინმე წინ გადაგიდგეთ. აი ეს კიდე ძალიან გაგიჟებთ და ძალიან გაღიზიანებთ. აი მერე კი ნამდვილად შეიძლება დაილაგოთ მოკვეთილი თავების მთელი არმია თქვენს ფეხქვეშ. მესამე ვარიანტი. რა საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან და ეშინიათ თქვენი. ნამდვილად თქვენი ეშინიათ. თქვენ გერიდებიან და თუ დაუშვათ გემეგობრებიან, მხოლოდ იმიტომ გემეგობრებიან, რომ ისევ და ისევ თქვენი ეშინიათ. აი ეს არის, თუმცა ამავე დროს თქვენ გაქვთ ძალიან როგორი სიტუაცია, შინაგანად ხო ესეთი ადამიანი ხართ და გარეგნულად შეიძლება იყოთ ადამიანი, რომელიც აი არაფრით გამორჩეული, იცით, არაფრით გამორჩეული პიროვნება და ცდილობთ რომ იყოთ შეუმჩნეველი, დარჩეთ შეუმჩნევლად, ან იყოთ რბილი, სათუთი და მე უცებ ადამიანები აღმოჩნდნენ, რომ ვაიმე ეს ვინ ყოფილა. ანუ რაღაცა უცებ როცა შეეჯახებით იმ უსამართლობას ან იმ ტყუილს, აი ეს თქვენში იღვიძებს ის მეორე მხარე, რომელიც არ პატიობს, არავის არ პატიობს და პირველ რიგში საკუთარ თავს არ პატიობს ტყუილს. მესამე ვარიანტი. აი ამას ამბობენ თქვენზე ზურგს უკან. თქვენზე ზურგს უკან ამბობენ იმას, რომ შესაძლოა თქვენ გქონდეთ კავშირი რაღაცა მათთვის ამოუცნობთან, მათთვის გაურკვეველთან, მათთვის მიუწვდომელთან, რაც რა თქმა უნდა ასევე განაპირობებს შიშის საფუძველს, ხო, მესამე ვარიანტი. თქვენ ძალიან უცნობი პიროვნება ხართ საზოგადოებისთვის, შეიძლება ესე ყველა გიცნობთ როგორც პერსონას, ხო, მაგრამ ამოუხსნელი ხართ, ამოუხსნელი და აი ეს თქვენი სიმკაცრის იმ სიმართლის, რითიც ალბათ მე ესე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი მაინც უნდა ცხოვრობდეს, ხო, აი იმ სიმართლის ეშინიათ, რომ თქვენი პირიდან არ გაჟღერდეს, თქვენ არ უთხრათ და ესე არ მიახლოთ, თქვენ დანდობა არ იცით ამ ნაწილში. აი ამის თქმა მინდა, ვერ შეალამაზებთ, ვარდისფერი სათვალეებით ვერავის ვერ მოარგებთ და ვერ მოირგებთ, ვერც თვითონ და შესაბამისად ხშირად ადამიანებს უნდათ რომ მოატყუონ და თქვენ კიდე არ აძლევთ ამის უფლებას. ვნახოთ კიდევ რას გვეტყვის მესამე ვარიანტი, რას საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან. მესამე ვარიანტი,
რას საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან. ნახოთ. ცეცხლის ერთიანი, აი გეუბნებით პირდაპირ გულში შედიხართ და ჭამთ იმ ადამიანის გულსაც და სულსაც, აი პირდაპირ. მიწის ერთიანი, ყველა სტიქიას რო აკონტროლებს, ისეთი ხალი ხართ, ან მამაკაცი. და ცეცხლის ხუთიანი. კი ბატონო, ძალიან აი ნახეთ აი ორიანი ჰაერის მოვიდა, როგორი ესეთი სათუთი ვითომ და სანდომიანი ხართ და ამ დროს ხართ ადამიანი, რომელიც ასე უცებ და შეაჯანჯღარებს, რასაც თქვენ ერთი სიტყვა საკამარისია, რომ ადამიანები მიხვდნენ თქვენ ვიხართ, ამიტომაც ეშინიათ. აი ქალბატონი ნახეთ როგორია მიწის ერთიანი. სხვა შორის გარეგნულად იქნებით ესეთი როგორ იცით, მკაცრი თითქოს ნაკვთების მქონე, აი გამოკვეთილი ნაკვთები გექნებათ. მესამე ვარიანტი, აი გამოკვეთილი, დამახასიათებელი გარეგნობა. ესეთი სოლიდური. მე არ ვამბობ რომ ლამაზი ან პირიქით, აი გამოკვეთილი ნაკვთები გექნებათ. აი ამ შეიძლება გქონდეთ ან დიდი ტუჩები, ან რაღაცა ისეთი თვალები, რომელიც აი ესე ადამიანს პირდაპირ ებღაუჭება და ითრევს, ხო? აი არ არსებობს რომ თქვენი ვიზუალი საზოგადოებას შეუმჩნეველი დარჩეს, იმიტომ რომ თქვენ იზიდავთ ამ ვიზუალით, ამ ენერგეტიკით ადამიანებს. ეს არის ზუსტად ის რაღაცა საბურველი, რომელშიც ესე უცებ გაახვევთ ადამიანებს და მე აი ამ საბურველიდან უცებ აშიშვლებთ და ფაქტობრივად რჩებიან ძალიან მწარე სიმართლის პირისპირ, როდესაც თქვენ მოტყუებას ცდილობენ, ან საკუთარი თავის მოტყუებას ცდილობენ, ან რაღაცა ტიპის მოკლედ უსამართლობა ხდება. აი ამას საუბრობენ ჩემოკარგებო თქვენზე ზურგს უკან, რომ თქვენთან თამაში არ ღირს, იმიტომ რომ ეს უარესია ვიდრე თამაში ცეცხლთან. აი ესეთი იყო ჩემოკარგებო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. ველოდები კიდე ერთხელ ვამბობ კომენტარებში თქვენს უკავშირებს. იყო დღეს ესეთი რუბრიკა დავარქვათ თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ საუბრები ყავაზე მისაყოლებელი თემები და შეგახსენებთ საიუბილეო აქციასთან დაკავშირებით კიდევ ინფორმაციას 25, 26 და 27 მაისს. მხოლოდ ამ 3 დღეს იქნება განსაკუთრებული. მართლა არასდროს რო არ მქონია გულწრფელად ვამბობ ისეთი შეთავაზება და ისეთი ფასი ჩემს 1 საათიან კონსულტაციაზე. სააქციო ფასი ეხება მხოლოდ 1 საათიან კონსულტაციას. მოკლედ ადგილები ძალიან შეზღუდულია, იმიტომ რომ წეღანაც ვახსენე, ეხაც ვიმეორებთ, ჯერჯერობით არის მხოლოდ დარჩენილი 6 ადგილი, ვისაც გნებავთ გელოდებით ყველას პირად შეტყობინებებში, საკონტაქტო ნომრები მითითებულია. თუ არა და მომწერეთ ან Facebook-ზე, ან TikTok-ის პირად შეტყობინებებში და აუცილებლად გაგცემთ პასუხს. გისურვებთ ბედნიერ დღეს. მე ყავა კი გამიცივდა იმდენი ვილაპარაკე, მაგრამ იმედი მაქვს რომ თქვენ მაინც მოასწარით თბილი და გემრიელი ყავის მირთმევა დილის ყავასთან ერთად და უსმენდით მოკლედ ჩემს ინფორმაციებს. დროებით შევხვდებით ძალიან მალე.